გამარჯობა, სტარვიზისა და რადიო სტარ FM-ის ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა კულტურა. მე მაია ღუგუნიშვილი ვარ. Fernando Dadi, Gvidro Reni, Auguste Rodeni, Pablo Picasso, Niko Pirosmanaშვილი, Lado Gudiaშვილი, David Kakabadze და მსოფლიოს სხვა აღიარებული მხატვრები ერთ სივრცეში. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან გაიხსნა. გამოფენასთან ერთად ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაც გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ყველა კოლექციიდანაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონცეფციით ბოლო 10 წლეულების განმავლობაში მათი წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად მოხდა. დამთავრებელს ასევე მიეცა საშუალება ენახა ქართული ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები ღვთისმშობლის მცირე კარედი ხატი უბისიდან, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. აპოკალიფსი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება, მეორე-მესამე საუკუნეების ჭვირული ბალთები ჭიათურიდან, ქვის, ძვლის, ლითონისა და თიხის სხვადასხვა დანიშნულების არტეფაქტები უფლის ციხის არქეოლოგიური გათხრებიდან, ყურანის ხელნაწერის თავფურცელი, ყაჯარული მხატვრობის უნიკალური ნიმუში, სვეტიცხოვლის კანკელის ფილა, მე-5-მე-6 საუკუნეების სტელა, ბონლისის ტაძრიდან და მრავალი სხვა უნიკალური ნიმუშები. დღეს ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული ნამუშევრები არის გამოფენილი ამ კონცეფციით, ამ ფორმატით. ეს ნამუშევრები პირველად იფინება, უმრავლესობა მათგანი საერთოდ 10 წლეულების მანძილზე არ გამოფენილა და შესაბამისად ფართო საზოგადოებას მათ ნახვის საშუალება არ ჰქონდა. კიდევ უფრო ალბათ საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე გახლავთ ის, რომ იწყება პროცესი ასევე 10 წლეულობით გადაუწყვეტელი პრობლემის მოგვარების, შეიძლება ითქვას, ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციის, შესაბამისად საექსპოზიციო სივრცეების, ფონდების რეაბილიტაციის, სადაც ეს შედევრები უკვე შესაბამის გარემოში, შესაბამის პირობებში იქნება. დარაჩეულებრივი გამოფენა. ესეთი გამოფენა დიდი ხანია ხელოვნების მუზეუმში არ გაკეთებულა. უნდა გითხრათ ისიც, რომ 80-იან წლებში ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდა ანალოგიური, უფრო სწორედ არ ანალოგიური, არამედ უცხოური გამოფენებისაც გაგვეკეთებინა. მაგრამ დადგა დრო ისეთი, როდესაც ეს ძალიან რთულია და ძალიან დიდი მადლობა მინდა მუზეუმის ხელმძღვანელობას უთხრა და ჩვენს კოლექტივს იმისათვის, რომ ასეთი შესანიშნავი გამოფენა გააკეთეს. ეს არის ჩვენი საგანძური, ჩვენი დიდი ეროვნული საგანძური, რომელიც აუცილებლად უნდა გააცნობიეროს, არა მარტო ნახოს და გაიცნოს ნებისმიერმა, არა მარტო ქართველმა, არამედ უცხოელმაც, რომელიც აქ ჩამოვა. ნებისმიერმა უნდა ნახოს და გააცნობიეროს, რომ ჩვენ ასეთი სიმდიდრის პატრონები ვართ და რომ ეს ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობაა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს დაარსდა და ის დღეს ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც 10 მუზეუმი, ეროვნული გალერეა, 4 სახლ-მუზეუმი და 2 სამეცნიერო კვლევითი ცენტრია გაერთიანებული. როგორ ვითარდება სამუზეუმო რეფორმა საქართველოში და როდის დაიწყება ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია, რომელ უცხოურ მუზეუმებთან თანამშრომლობს საქართველო, როგორ აპირებს სამეცნიერო კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა საქართველოს ეროვნული და მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურის შენარჩუნებას მომავალი თაობებისათვის საქართველოს ეროვნული მუზეუმების გაერთიანება. გაიგეთ გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენს შეკითხვებს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე უპასუხებს. გრანდიოზული პრემიერა 140 წლის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრმა მაყურებელს ჯუზეპე ვერდის აიდას განსაკუთრებული ვერსია წარუდგინა. ფრანკო ძეფირელის დადგმის ფილმურ პრემიერას თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა დირიჟორმა, მსოფლიოში ვერდის საუკეთესო ინტერპრეტატორად აღიარებულმა მაესტრომ დანიელ ორენი უდირიჟორა. მთავარი პარტიები კი მოწვეულმა ქართველმა სოლისტებმა ანიტა რაჭელიშვილმა, იანო ალიბეგაშვილმა, გია ონიანმა, გიორგი გაგნიძემ და სხვებმა შეასრულეს. სპექტაკლში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, ბალეტი და ორკესტრი მონაწილეობს.
თბილისის თოჯინების თეატრის წარმატებული გასტროლი ტაილანდში. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით თეატრმა ტაილანდის საერთაშორისო ფესტივალში Harmony World Pup-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც ორი სპექტაკლი ფერადი ნისლების სანაპირო და გამოუქვეყნებელი ნოველა წარადგინა. ფესტივალში მსოფლიოს 25 თეატრის 40 დადგმა იღებდა მონაწილეობას. ქართულმა დასმა მაყურებლისა და ფესტივალის ორგანიზატორების მაღალი შეფასება მიიღო. განსაკუთრებული აღფრთოვანება კი მეთოჯინე მსახიობების შესრულების ტექნიკამ და თოჯინის ტარების მაღალმა დონემ გამოიწვია. მარჯანიშვილის თეატრი თანამედროვე ქორეოგრაფიული კომპანიის ქენდუკოს ორნაწილიან წარმოდგენას უმასპინძლებს შეზღუდული და შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე მოცეკვავეების ჯგუფის მიერ შესრულებული ბრწყინვალე სიღრმისეული შთაბეჭდილებებით გაჩერებული პერფორმანსის ნახვა მაყურებელს 11 და 12 მარტს შეეძლება. ქენდუკო, რომელიც თავისი აღიარებისა და პროგრესული საქმიანობის 25 წლის თავს აღნიშნავს, წარმოგვიდგენს თანამედროვე ქორეოგრაფიის ორ შთამბეჭდავ ნიმუშს მზერა და ჩართვა და გადართვა. მზერა შთამბეჭდავი დუეტებით და სულის შემძვრელი ჯგუფური შესრულებით სრულდება გერმანელი კომპოზიტორის ნილს ფრამის და რუდგერ ზიდერველტის მიერ დამუშავებული მომაჯადოებული მუსიკის ფონზე. ჩართვა და გადართვა არის შესაძლებლობების კვლევა, სადაც მოცეკვავეები ქმნიან ტრიშა ბრაუნის შესანიშნავი ქორეოგრაფიული ნომრის ახალ ვერსიას. თბილისში გამართულ წარმოდგენებთან ერთად ქენდუკოს ქორეოგრაფები ჩაატარებენ თანამედროვე ინკლუზიური ქორეოგრაფიის ვორქშოპს. ამას გარდა ქენდუკოს ქორეოგრაფები და მოცეკვავეები მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმში, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა ხელოვნების შესაძლებლობებს და გამოწვევებს საქართველოში. ასეთი გახდათ სიახლეები კულტურის სფეროდან. თქვენ წინ გელით საინტერესო ინტერვიუ ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან. მე ზუსტად ერთი კვირით მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით დროებით. ბატონ დავით, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან. ესეთი უნიკალური გამოფენის მასპინძელი იყავით რამდენიმე დღის წინ, არაჩვეულებრივი ექსპოზიცია ვიხილეთ და მაყურებელს მე ხედავდი, თან რაც თავარია, ხედავდი აქ გაბწყნებულ სახეებს და მესმოდა შთაბეჭდილებებისგან გამოწვეული კომენტარებიც, რომ რა უნიკალური მასალა, რა სიმდიდრის პატრონები ვართ. მე გითხარით თქვენი მოსაზრება ამ გამოფენის შესახებ პირველ რიგში და შემდეგ უკვე სამომავლო გეგმებისთვის. ძალიან დიდი მადლობა ინტერესისთვის. რა თქმა უნდა, ჯობია რომ ამ რანგის შედევრები სხვადასხვა დარბაზებში იყოს გამოფენილი. იმის გამო, რომ არ არის დღეს საუკეთესო პირებები ხელოვნების მუზეუმში მოგვიწია ერთად გამოფენა. ეს აჩვენებს ჩვენი კოლექციების მრავალფეროვნებას, როგორც ქართული ხელოვნების, ისე უცხოური ხელოვნების. მთლიანობა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფლობს ძალიან მდიდარ კოლექციებს და მას აქვს საკუთარი იდენტურობა. ჩვენ არა ვართ კოლონიალური მუზეუმი, რომელშიც ძირითადად სხვადასხვა ქვეყნებიდან მოსული მასალა არის, ჩვენი ძირითადი ძარღვი არის ჩვენი კოლექციები, ჩვენი მეცნიერების მიერ მოპოვებული მასალა, ჩვენი ხელოვნების მიერ შექმნილი და ამიტომაც ეს გამოფენაც და ხელოვნების მუზეუმიც მთლიანობაში არის ნაწილი ძალიან დიდი სურათის. ეს არის სწორედ ეროვნული საგანძურის, ეროვნული მემკვიდრეობის აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებით წარდგენის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შენახვა მოვლის. ასე რომ ეს გამოფენა არის დასაწყისი, მე ვიტყოდი, დიდი პროცესისა, რასაც ქვია საბოლოოდ ჩამოყალიბება როგორც ამ მთლიანი ქუჩის თავიდან ბოლომდე, ისე ეროვნული მუზეუმის სისტემის. დიახ, ჩვენ ბატონი მინისტრის კომენტარით ჩავწერეთ ამ გამოფენაზე და მან სასიხარულო ინფორმაციაც გვამცნო, რომ ეს იქნება ფაქტიურად ამ ეტაპზე ბოლო გამოფენა, ერთგვარად, იმიტომ რომ იწყება რეაბილიტაციის პროცესი, რას გულისხმობს ეს პროცესი? დავიწყებ ცოტა ფართო ადრეული პრობლემები. იმიტომ ძალიან დიდი ხანი ვიცი რომ ბრძოლობდით ამ ყველაფრისთვის. იღწოდით უბრალოდ. მე ვიტყოდი რომ პირველ რიგში მან დავინახოთ ფართოდ დიდი სურათი გახლავთ ის რაც რა ადგილი აქვს ინსტიტუციას მთლიანად ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და მეორე მხრივ რა ადგილი აქვს მას ქალაქში. და უნდა ითქვას რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი ჩვენ ქალაქში. ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე არის განლაგებული ჩვენი ეროვნული
მემკვიდრეობის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად და ბუნებრივად ეს ქუჩა არის სამუზეუმო ქუჩა და ეს იდეა სწორედ მისი განვითარების დღეს არ შექმნილა, ეს არსებობდა მე-19 საუკუნეში. შემდეგ ვიცი, დიმიტრი შევარდნაძე უჭერდა ამას მხარს, ეს მაშინ იყო ეროვნული მუზეუმი და მაშინ ერქვა კავკასიის მუზეუმი და შემდეგ ეროვნული ბიბლიოთეკა. შემდგომში არქივს უყურებდი და 73 წლის წერილია შალვა ამირანაშვილი წერს ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობას და რო არ იცოდეთ ვინ აწერს, წარმოიდგენთ რომ დღევანდელობაზეა საუბარი, ის ამბობს რომ აუცილებელია ხელოვნების მუზეუმის ახალი შენობის გაჩენა, ეს ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადის მომატებას და ანალოგია უნდა იყოს ბერლინის მუზეუმების კუნძული. შემდეგ 80-იან წლებში მაშინდელი დირექტორის ბატონ თამაზი სანიკიდის ინიციატივით და ბატონი ვოვა ქურთიშვილის არქიტექტორის მონაწილეობით შეიქმნა კონცეფტი სწორედ ამ ქუჩის განვითარების. სამწუხაროდ ეს მაშინ ვერ განვითარდა. შემდეგ უკვე 2004 წელს ჩვენ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. სამწუხაროდ მაშინაც პირველად ვერ მოხდა. შემდეგ 2012 წელს უკვე მზა კონცეფტი ჩვენ წარუდგინეთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც გაიმართა თბილისში, რომელიც იყო თანამშრომლობით ბერლინის მუზეუმების გაერთიანებასთან, რომლის მიერ არის შექმნილი ბერლინის მუზეუმების კუნძული. ძალიან ბევრი საერთაშორისო ექსპერტი იყო, ბევრი ანალოგიები იყო ნანახი და ძალიან დიდი მოწონება ჰქონდა ამ იდეასაც. ახლა ისევ კიდევ ერთხელ ვცადეთ და ახალი რეალობის გათვალისწინებით. როცა ვსაუბრობთ მუზეუმზე, მუზეუმი არ არის მხოლოდ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მის შიგნით, ახდენს გარეთაც, ასე რომ ძალიან პრინციპულია პოზიცირება და ვნახოთ როგორ განვითარდება ქალაქის ცხოვრებაში. ახლა დაემატა ახალი შენობები ამ ქუჩაზე, ეს არის პანორამა თბილისის, ეს არის რიქსოსის სასტუმრო. სადაც შორის ერთი ფლიგელი ჩვენია, მხატვრის სახლის ადგილას შენდება დიდი ცენტრი, სადაც იქნება საგამოფენო ცენტრიც. ამ ქუჩაზეა ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი და მისი ფონდი. პირდაპირ ეს ემიჯნება ეროვნულ გალერეას, ასე რომ თავისთავად ეს არის ეს სინთეზია ეროვნული მუზეუმის შენობების და ეროვნული ბიბლიოთეკის, რომელიც ქმნის ამ ღერძს. ახლა ლაპარაკი არის როგორ უნდა მოხდეს ამის ზუსტად განვითარება და ხელოვნების მუზეუმს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მე ვიტყოდი გადამწყვეტი როლი. და ეს არ არის მხოლოდ ეს შენობა, ეს შენობა არის, უნდა გითხრათ, რაც თქვენ იხილე და გამოფენა ნახეთ, არის თითქმის 200 წლის. და ბუნებრივია მას არის პრობლემები და პირველ რიგში იმის გამო რომ ის აშენდა არა როგორც მუზეუმი. შესაბამისად ის უნდა შეიცვალოს ზუსტად იმ სტანდარტის მიხედვით, რაც არის ისტორიული შენობების. მაგრამ ის ვერ შესრულდება ეს ამოცანა თუ არ იქნა სხვა შენობების რეაბილიტაციას და პირველ რიგში კონსერვაცია რესტავრაციის ცენტრის. ეს უკვე მზად არის შენობის პროექტი, ძალიან დეტალური, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მოხდა. ანუ ეს არის სისტემაზე საუბარი, რომ იყოს საუკეთესო საცავები, მაგრამ საცავებთან ერთად უნდა იყოს ტექნიკური პირობებიც და ტექნიკური აპარატურაც იმისთვის, რომ მოხდეს მათი კარგად შესწავლა, მომზადება და ხელოვნების მუზეუმის ეს კლასიკური შენობა უნდა გახდეს უკვე მთლიანად საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იქნება ძირითადი ძარღვი იქნება ქართული ხელოვნება, რა თქმა უნდა. მაგრამ ამას ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, მე ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, თუ არ იქნება ერთიანი ხედვა, თუ არ იქნება ის, რომ ეს არ არის მხოლოდ მუზეუმის თანამშრომლების საქმე, ეს არის ქალაქის და კიდევ ცდება ქალაქს ქვეყნის პროექტი, ასე რომ დღეს მე ვხედავ, რომ სხვადასხვა მიმართულებები ერთიანდება და ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ ამ ამოცანის მიღწევას და გავუსვავ ხაზ კიდევ ერთ ფაქტს, რომ არსებობს უკვე ძალიან მძლავრი ბირთვი, ვისაც შეუძლია ეს გააკეთოს ადამიანების. არის დაინტერესება კერძო სექტორებიდან? კერძო სექტორებიდან ბუნებრივი არის თანამშრომლობის სურვილიც, ეს არის დამოკიდებული ჩვენზე და მე ვიტყოდი
აი გადამწყვეტი ფაქტორი არიან ადამიანები და ეროვნულ მუზეუმში მუშაობს 700-მდე ადამიანი და ყველა არის მომართული. აი გუშინ თქვენ თუ იგზენთ ხელოვნების იყო ძირითადად ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები, მათი ხელით არის ეს ჯერ შენარჩუნებული და წარმოდგენილი. და აი როდესაც არის ეს ერთიანობა და როდესაც არის აგრეთვე ინსტიტუციური ერთიანობა, მაშინ შესაძლებელია ჩვენ ყავს ბევრი ძველი თაობის თანამშრომელი, რომელიც ყველა შევინარჩუნებ და ასევე ახალ თაობასთან ერთად ხდება ამაზე მუშაობა. მე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის რიგითი შენობის რეაბილიტაცია. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რომ ეს შედგება როგორც ფიზიკური სამუშაოებიდან, ისე თვითოეული ნივთის მოძრაობიდან. და ეხლა თავისუფლად საუბრობ ამაზე იმის გამო, რომ ჩვენ ეს მაგალითები ვაჩვენეთ, ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს ეტაპები პატარა მასშტაბით და ეს სტანდარტი ვიცით. ეს არის როგორც კოლექციების მოძრაობის, თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ, მაგრამ როგორი იყო აღმოსავლური კოლექციების მდგომარეობა, თქვა 5 წლის წინ და ეხლა როგორ არის მომზადებული, შეიქმნა ამ სტანდარტთან ერთად, ასე ვთქვათ, ზუსტი სისტემა, როგორ ეს ხდება. რაც შეეხება მუზეუმებს, ჩვენი ჯგუფის მიერ უკვე 6 მუზეუმი და 2 მუზეუმი ეხლა იქნება კიდევ და მე მგონი ის რაც ნახე საზოგადოებამ როგორც სიღნაღში, ახალციხეში, თუნდაც ეროვნულ გალერეაში და რა თქმა უნდა სვანეთში არის პროტოტიპი იმისა, რა უნდა შეიქმნას. ასე რომ მე ოპტიმისტურად ვარ და პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს თემა ცდება ჩვენ ამოცანას, მაგრამ ეს თემა არის რეალურად სახელმწიფო პროექტი და ეს არის ის, სადაც ჩვენ წარსულს თანამედროვეობას და მომავალს ვაერთიანებთ. ბატონ დავით, წეგან მენიშნა, როდესაც თქვით, რომ ჩვენ ძირითადად ჩვენი საკუთარი კოლექციების პატრონები ვართ, თქვათ, და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ჩვენთვის საამაყოც. და მახსენდება, რომ რაღაც წლების განმავლობაში სულ იყო ხოლმე დავა იმ უნიკალურ იგივე ხატებზე, იმ ნამუშევრებზე, რომელშიც თქვათ ქართული ეკლესია გედავებოდა და აი ახლა რა ეტაპია და თქვათ რა ბედი ეწევა აი ამ რეაბილიტაციის პროცესში იმ უნიკალურ მასალას, რომელიც ინახება ამ მე ვიტყოდი, რომ ეს დავა არ არის ალბათ, ეს არის ალბათ ზოგადად წუხილი, ყველას აწუხებს, იცით, თემა რომელიც არის მნიშვნელოვანი, ის გამოდის საზოგადოებრივ სამსჯავროზე. რაც შეეხება კოლექციებისადმი დამოკიდებულებას, როგორ შეიძლება საქართველოში ეროვნულმა მუზეუმმა და ეკლესიამ, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ვერ მოძებნოს საერთო ენა. ჩვენ მუშაობთ ერთად, გვაქვს სხვადასხვა ტიპის პროექტი, იცით, რომ სახელმწიფო შეთანხმებით, კონკორდატით ეს არის ერთობლივ ფლობელობაში, ასე რომ შეუძლებელია ცალ-ცალკე ამის გაკეთება. და მე ვიტყოდი, ამას დავუმატებდი იმას, რომ მთლიანად ქვეყანა შეუძლებელია განვითარდეს, თუ არ ექნა რწმენის და ცოდნის ერთიანობა. ასე ვლაპარაკობთ როლზე. ჩვენი როლი სწორედ და მოვალეობა ეს არის, რომ ყველას დავანახოთ და ის რომ ესე იდგა ჩვენი ქვეყანა. და ეცეთ როცა ვლაპარაკობდი პროტოტიპებზე, აი თუ დაგითვალიერებია ჯანაშიას მუზეუმში შუა საუკუნეების ხელოვნების გამოფენა, ჩვენ გავაკეთეთ ეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, ეროვნულ არქივთან ერთად, რომ გვეჩვენებინა კონტექსტი. ანუ არა მხოლოდ თქვათ ხატები, არამედ ხატებიც, ნაკარგობაც, ხელნაწერიც და ჩვენება რიტუალური და საერო ნივთების ერთიანობის და ვაჩვენოთ, რომ სახელმწიფოს ნაწილი გახდათ. ეს ქართული სახელმწიფო იდგა ყოველთვის ამ პირებულებებზე. ხაზი გაუსვა, ჩვენ გავხდით ქრისტიანები არა ველური ტომი, არამედ ანტიკური უკვე კულტურის ქვეყანა და ამას ვაგრძელებდით და აი ეს გამოფენას და მე დარწმუნებული ვარ ახალ მუზეუმში და ჩვენ სხვადასხვა გეგმებში ვქვა სხვადასხვა ადგილებში მუზეუმები, სწორედ ამის გადმომცემი იქნება, რომ შუა საუკუნეებში, იმ დროს, როდესაც ჩვენ ვხვდებით ქრისტიანული ქვეყანა, ერთი ვართ მზად და მეორეც ქრისტიანობა შემოაქვს პირიქით, შემოაქვს ნათელი და ამ დროს ჩვენ ფუნდამენტალისტები და ახურულები კი არ ვხვდებით პირიქით, ვარ ვითარებთ ხელოვნებას, მეცნიერებას, ისტორიას. ასე რომ ეს არის ჩვენი თაობის მოვალეობა, ესე შევხედოთ, ასე რომ მე პრობლემებს აქ გადაუჭრელ პრობლემებს ვერ ვხედავ.
აი კერძო სექტორი რა კი ახსენე და რაღაც მინდოდა რომ ეს ჩვენ საუბარში ჩამერთო, იმიტომ რომ რას ნიშნავს მუზეუმი, ხო, რომელსაც აქვს შემონახული უნიკალური ისტორიას ინახავს ფაქტიურად და აი იმ ორ მნიშვნელოვან ნამუშევარზე მინდა ვისაუბროთ, რომელიც ბატონმა ბიძინარინიშვილმა შემოგწერა. აი ამ ეს რამდენად ხშირად ხდება ხოლმე? ხა ეს ფაქტი იყო, რომ ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ რამდენად ხშირად იღებთ ასეთ საჩუქრებს? სამწუხაროდ არც ისე ხშირად ვიღებთ. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ამ შესანიშნავი საჩუქრისთვის, რომელიც მე ვიტყოდი, რომ შეიძლება იყოს პირველი მერცხალი დამოკიდებულების. არსებობს სხვადასხვა ფორმატი თანამშრომლობის და მხარდაჭერის. ეს არის ძალიან ნათელი და ღია და სხვა შორის თვითონ ქართოს ფონდის და ბატონ ბიძინას დამსახურება იყო ჯანაშიას მუზეუმის რეაბილიტაციის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ამ კერძო დახმარებით მოხდა. ამის გარდა ქონდა ჩვენ სხვადასხვა კერძო კომპანიების მხარდაჭერა. ვისურვებდი, რომ იყოს უფრო მეტი, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მათი ფორმატი. ეს უნდა იყოს ყოველთვის თანამშრომლობის. ჩვენ ვართ მზად პარტნიორობისთვის, თქვენ ალბათ იცით, რომ ამერიკული სისტემა დგას ამაზე, მაგრამ დგას არა მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს განთავისუფლება, ასე თქვა, გადასახადებიდან, ეს არის კულტურა. კულტურა არის დამოკიდებულების, რომ შენ იმას, რასაც შესწირავ სახელმწიფოს, რაც უნდა გადაიხადო, იქ შეგიძლია ამოარჩიო ის სფეროები, რომელიც შენთვის არის მისაღები. ასე რომ ჩვენშია, ჩვენ უნდა დავანახოთ, რამდენად ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იყოს სწორედ კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა. ეს არის ფუნდამენტური საკითხი და დიდი მადლობა ამის წამოწევისთვის. მაგრამ კიდე გავაგრძელებ კონკრეტულად, თქვა და იგივე აი ამ შემთხვევაშიც შეუძლებელია ხელოვნება განვითარდეს მეცენატების და კოლექციონერების გარეშე. თანამედროვე ხელოვნებას გულისხმობ. და ამისთვის სახელმწიფოს ფუნქცია არის ის, რომ შექმნას ინფრასტრუქტურა. აი, როდესაც მე ვლაპარაკობ ახალ კონსერვაცია რესტავრაციის ცენტრზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ იქნება თანამედროვე რესტავრატორები, იქნება თანამედროვე დიაგნოსტიკა, ასე რომ ის ერთი ნაწილი, რაც კოლექციონერისთვის და კერძო სექტორისთვის შეუძლებელია განავითაროს, ის ჩვენი ფორმატიდან იქნება. ასე რომ ეს არის საფუძველი. ახალი საგამოფენო სივრცეები არის იმისთვის, რომ ახალი ტალანტები აღმოჩნდნენ. თორე ესე პირდაპირ ბიზნეს შეხება არ ხდება და არცად მე მინდა ხაზი გაუსვა, არ არსებობს სოფლიოში მუზეუმი, რომელიც არის მომგებიანი პირდაპირ. მისი მოგება არის სხვა ფორმატში, უბრალოდ იგივე ტურიზმისთვის და ვთქვათ მეტი მიზიდულობისთვის, გაჩენისთვის და რაც ყველაზე მთავარია განათლებისთვის. და ასე რომ მე მგონი რომ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, თუნდაც შევთანხმდეთ იმასაც, რომ გარდა მნიშვნელოვანისა ეს არის პრიორიტეტული. თავისთავად. აი ეს მინდოდა მეთქვა ზუსტად ტურიზმი ახსენეთ და ტურიზმის განვითარებას ხელს ისე არაფერი არ უწყობს, როგორც კულტურული განვითარება, ხო? აი ჩვენ დავიწყეთ ამ ქუჩაზე, ხო, ადოგუდიაშვილის ქუჩაზე საუბრობ. მთლიანად რუსთავები არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი განვითარებას, სწორედ აი კულტურულ საგანმანათლებლო ინსტიტუციებით. და სწორედ ეს არის, მე ვიტყოდი, მთავარი კონკურენტუნარიანი უპირატესობა ჩვენი ქვეყნის. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ მუზეუმები რითისგან შედგება, იდენტურობის ნაწილი და მიზიდულობა ეს არის. შესაბამისად, ჩვენ ხელშია როგორ განვავითარებ და თუ სწორი გეგმა გვექნება, კერძო სექტორისთვის ეს მომგებიანი ხდება. იცით, ოღონდ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს აქ და დავტოვოთ ნასიამოვნები. იცით, არ ვიცი, ალბათ შეგინახოთ, რომ ბევრი მუზეუმები მსოფლიოში არის უფასო. მაგალითად, ბრიტიშ მუზეუმი არის უფასო, სმითსონიანი. ბრიტანეთში ძირითადად. თუმცა იგი გერმანია, რომელიც ახსენებს ის საკონძილი. გერმანია ძვირია. კონძული განსაკუთრებით. კონძული ძვირია. მაგრამ იცით, ბევრი ფორმატი არსებობს, სხვათა შორის მე კლუბური, ახალგაზრდა. აი პრესისთვის მაგალითად უფასოა და ეს ჩვენთვის ძალიან პრივილეგია. აი ჩვენთვისაც, ჩვენთანაც ჩვენ ხარჯზე არ ვეწევით, მაგრამ როდესაც 10 მილიონი ნახველი არის იქვე, ბუნებრივია, ყველა დაინტერესებულია ირგვლივ როგორ განვითარდეს და აქ რასაც ჩვენ საუბრობთ, ეს არის ის მოდელი, რომლითაც თელი მსოფლიო მუშაობს, განვითარებული ხა ამაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ განსხვავებით ჩვენ უბრალოდ პირდაპირ კოპირება არ არის, აზრი ან გერმანული თუ ნებათ ავსტრიული პრინციპები უნდა გადმოვიტანოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი იდენტურობაზე უნდა ვიმუშაოთ. აი
რას ნიშნავს ის, რომ ჩვენ არა ვართ კოლონიალური მუზეუმი, ესე იგი არა გვაქვს ბევრი სხვა კულტურის. ასე რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ნახეთ კრანახიც აგვაქვს, პიკასოც არის, კანტისკიც, ეს არის ნაწილი იგივე გაჭარები, ეს არის, მაგრამ ძირითადად რასაც ვაჩვენ ჩვენ ისტორიას ვაჩვენებთ. ეს არის უნიკალურობა, მიზიდულობის, თუმცა გავაგრძელოთ იცით და პარალელურად მე ვფიქრობ, რომ იგივე ამ პროექტის უკვე ბოლოსკენ მიყვანა არის ძალიან პრინციპული სხვადასხვა ტიპის დასაქმებისთვის. ერთ-ერთი არის როგორც წმინდა პროფესიული სფერო მეცნიერული, ასევე ეს არის საერთაშორისო სისტემა მეცნიერების, ეს არის საერთაშორისო სისტემა პროფესიული განათლების, მე ვგულისხმობ იგივე დისერტაციებს, მაგისტრ პროგრამებს, რომ ჩვენი მემკვიდრეობა არის სამეცნიერო ინფრასტრუქტურაც. ანუ შეიძლება რამდენიმე გზიდან ხდება ამის განვითარება და პლუს მისი მოვლა სჭირდება საინჟინრო პოტენციალიც. ასე რომ ეს პროექტი თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ ხას ცდება სამუზეუმო სფეროს და სწორი მიმართულებების მიცემის და ეფექტური მუშაობის საშუალებით ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანი. ხა ჩვენ მოვიყვანეთ საერთაშორისო მაგალითები და დავასახელეთ რომ სადღაც უფასოა, სადღაც ფასიანია. იქ არის ძალიან მაღალი კულტურა მუზეუმების, ანუ მე ვგულისხმობ საზოგადოების მხრიდან ინტერესის გამოხატვის. აი ჩვენთან რა ხდება ამ მხრიდან? ტურისტები ვიცი რომ ძალიან აქტიურად თუ ციფრებით ვილაპარაკებთ იმ დღიდან 2004-ში შეიქმნა ეროვნული მუზეუმი და ახლა იყოს უსტად სტატის სტატისტიკის ოფიციალური სტატისტიკა 1 მილიონით არის მომატებული მნახველი. ხა ეს ბუნებრივი ფაქტორიც არის, ტურისტების ნაკადის მომატება სხვა მუზეუმით აქტიურად, რაღაცა ჩვენიც არის. ალბათ ეს თქვენის დამსახურებაც ისმედება, თუმცა ხშირად არის რაღაც გარკვეული აქტივობები იგივე გამოყენების სახით. მე მივეკუთვნები დღე იმ მუზეუმების დირექტორს, ასე ვთქვათ, რომელიც მხოლოდ რაოდენობას არ ითვლის და არ დაგიმალავთ ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ჩემთვის ძალიან ხშირად ის ერთი სკოლის ექსკურსია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტურისტის. რატომ ამბობ ამას, იცით, რომ დღეს ჩვენთვის არის პრინციპული საზოგადოებრივი განათლება. აი თქვენ რა ბრძანეთ აი კითხვა, რას თქვენ ამისვით ძალიან აქტუალური რელიგიასთან ურთიერთობა. ამის საუკეთესო ანტიდოტი ამის ახსნის არის სწორედ საზოგადოებრივი განათლება და მუზეუმებს პირველ რიგში ეს შეუძლიათ და ის მრავალრიცხოვანი პროგრამები რაც ჩვენ გვაქვს განმანათლებლო მე მიმაჩნია რომ ეს არის ჩვენი მთავარი ხერხი მთავარი ამოცანა მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ უსვამ ხას რომ ასე ვთქვათ მაღალი რანგის მეცნიერება ტექნოლოგია ყველაფერი ეს არის მნიშვნელოვანი მაგრამ თუ ეს არ იქნება როგორც საგანმანათლებლო იარაღი სწორედ ღირებულებების და ცოდნის აიცეთ ეს იქნება კოსმეტიკური. რამდენად თანამშრომლობთ თქვათ იგივე განათლების სამინისტროს ან საგანმანათლებლო სისტემასთან რომ რაღაცა პროგრამა ჩაიდოს საგანმანათლებლო. როგორ არის ახლა ჩვენ შევყვეთ აი პირველ დღიდან მე თვითონ რაც მუშაობ მუზეუმში ეს იყო ჩვენთვის პრიორიტეტული და ჩვენ გვაქვს უკვე ცალკე შექმნილი სამუზეუმო პედაგოგიკის მოდელი. როგორ არის ახლა ჩვენ ალბათ საბჭოთა დროსაც გინახავთ რომ შესაძაც ავტობუსებით იდგა ავტობუსების ბევრი ნახველი მოდიოდა, მაგრამ სისტემური პედაგოგიკა არ არსებობდა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი გარღვევა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელსაც აქვს საკუთარი მეთოდოლოგია, რომელიც ასწავლის როგორც არქეოლოგიას, ისე ხელოვნებას, ისე კონსერვაცია, რესტავრაციას, სხვადასხვა ენებსაც. ეს პირდაპირ ვერ იქნება სისტემაში, მე მინდა აგესად. ეს როგორც უმაღლესი სკოლა, ისე სასკოლო განათლება არის განათლების პროფესიული სისტემა. მუზეუმი ამ ნიშაში არ შედის, ის მხოლოდ პლაცდარმია. ჩვენ მუშაობთ აი სუპატარებთან, ის რაც არის, ის ვთქვათ, grassroot რაც არის, ანუ საზოგადოებრივ განათლებას და მეორე მხრივ მუშაობთ უმაღლესი რანგის მეცნიერებასთან. აი ეს არის ჩვენი ნიშა. დანარჩენი სისტემაში ყოფნა არასწორია. ასე რომ იგივე უმაღლესი სკოლა, იგივე საშუალო სკოლა აგრძელებს თავისას, მაგრამ გვიყვენებს ჩვენ როგორც დამატებით, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტად
და ხა ესეთი არის რეალობა, ასე რომ ის რომ აი რაღაც ვალდებულება იყოს მაინც და მაინც სასკოლო საგანში შედიოდეს, არ მგონია რომ ეს იყოს მთავარი. მთავარი გახლავთ ის რომ ჩვენ გქონდეს ის ხარისხი რომ მასწავლებელი თვითონ იყოს დაინტერესებული ჩვენთან მოდიოდეს და გარკვეულ თქვათ იგივე კურსებს გადიოდეს, რომ თანამედროვე მეცნიერებაში რა ხდება, რა შეიძლება გადასცეს მოწაფეებს, მე ესე ვხედავ. ჩვენი საუბრის მიწურულს ისევ მინდა დაუბრუნდე იმ თემას, რითაც დავიწყეთ, ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციაზე იყო საუბარი. დაახლოებით რა ვადებია გათვლილი რომ დასრულდა? გეტყვით, ეხლა აი ამ წუთში არის აი ესეთი მდგომარეობა, რომ ძალიან მალე გამოცხადდება კონკურსი არქიტექტურულ რეაბილიტაციაზე, მის შიგნით არქიტექტურულ პროექტზე. ამას სჭირდებოდა თქო უნდა კვლევა, წინასწარი საბოლოო სტანდარტების მომზადება ისტორიულ შენობაში, რა უნდა იყოს შენარჩუნებული და ასე შემდეგ. და პლუს რა თქმა უნდა აუცილებელი იყო დიდი მშენებლობები ქუჩაზე უნდა დამთავრდეს. და საბოლოოდ უნდა შეთანხმებული იყოს ქალაქთან, რა ტიპის ინფრასტრუქტურა ემატება და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ ტექნიკური საკითხებია. თუ ვილაპარაკეთ მთლიან პროექტზე, ხელოვნების მუზეუმის ეს კორპუსი, კონსერვაცია, რესტავრაციის ცენტრი და ბოლოს კიდევ ერთხელ შევალოთ ხელი ჯანაშიას მუზეუმს, რომელიც ემსახურება სხვა მუზეუმებს. მე ვიტყოდი, რომ ალბათ 4 წლის პროექტია საბოლოოდ და ძალიან რეალურია მისი 4 წელიწადში სრულად დამთავრება. ანჩენ პროცესი მიდის იცით ძალიან ბევრი შეიძლება ახალი მუზეუმი გაჩნდეს, აი ბერლინში მაგალითად არ იყო დაგეგმილი თავის დროს, ახლა გაჩნდა ესეთი Humboldt ფორუმი, რომელიც ფორუმის იდეა სწორედ ახალი კონცეფტის, ახალი გაერთიანების, იდენტურობის შეიძლება მოხდეს მე ახლოს აქ კიდე არის ტერიტორიები. ასე რომ ეს განვითარების პროცესი არის და გაუსვავ ხაზს ეს შესაძლებელია თუ ის იქნება ერთმანეთთან კავშირში, სწორ კავშირში, იცით, არა არეული ფუნქციებით, არამედ სწორად ერთმანეთთან კავშირში და აი აცები გამოდის და კიდე ერთხელ ხაზს გაუსვავ არის ის თაობა, რომელსაც შეუძლია დღეს შექმნას და ხვალ მართოს. მაისში აღინიშნება მუზეუმის საერთაშორისო დღე, მახსოვს შარშანს მასშტაბურად აღინიშნა საქართველოშიც, მოდი ვღამე მუზეუმში ესეთი პროექტი და მე როგორც გავიგეთ, სწორედ მაისში აბარებთ თქვენ ესე ვთქვათ ერთგვარ წლიურ ანგარიშს. აი როგორ შეაფასებთ გასულ წელს და რა იყო თქვენთვის ყველაზე პრიორიტეტული პროექტი, რომელთაც ამაყობთ ესე ვთქვათ. გაიცად, მაგალითად ჩვენ მქონდა 3 მუდმივ მოქმედი საგამოფენო სივრცე, რომელიც შეიქმნა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში. მქონდა დიდი გამოხმაურება საერთაშორისო ერთ-ერთ გამოფენას, რომელიც დვანიცელ ჰომინიდებთან იყო ეს Euronews-მაც აჩვენა, National Geographic-მა. მე გავუსვამ ალბათ ყველაზე მთავარი გახდათ ის გამოფენა, რაც არის შუა საუკუნეების გამოფენა. ჯერთი პირველად იყო რეალურად ერთად ნაჩვენები კონტექსტი გითხარით ხელნაწერის, ხატის, ქვის ნიმუშების, საუკეთესო ნაქარგობის ასე შემდეგ, მაგრამ ასევე იყო ინსტიტუციური ერთიანობა, როდესაც ერთად მუშაობდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეროვნული არქივი და ჩვენ ეს რამდენიმე მხრივ იყო მნიშვნელოვანი, ასე რომ ეს ძალიან კარგი მაგალითია, რომ ეროვნული მემკვიდრეობა არ ეკუთვნის ერთ დაწესებულებას, ეს არის საერთო და ერთიანობის შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ჩვენ ვიქნებით ძალიან მაღალ საერთაშორისო სტანდარტზე. ეჭვ არ მეპარებ, ამის კარგი საფუძველი გვაქვს და 2017 როგორი იქნება, რა გეგმები გაქვს უკვე? 2017-ში მალე ჩვენ ვაგრძელებთ, აი ერთ-ერთი ახალი ჩვენი პროექტი გახლავთ, ბოლნისის მუზეუმი. უნდა გითხრათ, რომ აი ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, აი რას ნიშნავს ეროვნული მუზეუმი. ეროვნული მუზეუმი არის არა მხოლოდ მუზეუმი, ეს არის რეალურად ინსტიტუცია, სხვადასხვა ტიპის მუზეუმების გაერთიანების და კვლევითი ცენტრის. და არსებობს როგორც აი ახლა ვნახეთ, ეროვნული მუზეუმი, ასევე არსებობს აი რამდენიმე დღის წინ წარვადგინეთ ჩვენ ვანის მუზეუმის პროექტი, რომელიც ასე ვთქვათ, კონკრეტული ადგილის ძეგლის არის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონალური მუზეუმი. ეს არის თვითონ კონცეპტუალურად მნიშვნელოვანი, ამის პირველი მოდელი ქონდა ახალციხეში და სვანეთში და კიდევ უფრო დახვეწილი იქნება ბოლნისში. აი სწორედ ის რომ ვაჩვენოთ რეგიონალური მნიშვნელობა ძალიან კონკრეტიკით და ასევე შევწყათ
განათლება, მეცნიერება, ხელოვნება. და აი ეს რითიც მე მართლა ვამაყობ, ჩვენი პირველი პროექტი იყო აუდიტორია მუზეუმის, რომელიც არის სიმბოლო კავშირი საზოგადოებასთან, აი ესეც იქნება მაღალი ხარისხის და აი ბოლნისის მუზეუმი მე დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს დღეს რეგიონებში ახალი კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრები, რომელსაც აქვს ფუნქცია, როგორც რა თქმა უნდა, წმინდა სამუზეუმო კოლექციების მომზადების, მაღალი რანგის მეცნიერების, იყოს საერთაშორისო სისტემაში, საგანმანათლებლოში და ამაში ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ და რაც ყველაზე მთავარი ადგილობრივ საზოგადოებასთან მუშაობის. და სწორედ ხელოვნების და მეცნიერების სინთეზის ჩვენება მე მაჩნია ერთ-ერთ ფუნდამენტურად დღეს ჩვენ ამოცანად. ასე რომ 2017-ში იქნება ბოლნისი, ნამდვილად იმედია რომ გავხსნით. რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტსაც წარგიდგენთ პირველ რიგში განათლებისთვის ძალიან მალე. იმედი ახალი აღმოჩენებიც გვექნება. ჩვენც შევეცდებით რომ ფეხდაფეხ მოვწიოთ თქვენს აი ამ გეგმებს და დავცნოთ საზოგადოებას ამ ყველაფრის შესახებ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა.